ბერლინის 76 საერთაშორისო კინოფესტივალი ავღანელი ქალი კინორეჟისორის შარბანუ სადატის ფილმმა არც ერთი კარგი კაცი გახსნა. ფილმის სცენარისტი, რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელი თავად შაბრანუ სადატია. ფილმი რომანტიკული კომედიაა და მოქმედება ავღანეთში თალიბანის აღზევებისას და ქვეყნის გარდამავალ პერიოდში ხდება. ის პირადი დრამის ისტორიებს ქვეყანაში არსებულ საფრთხეებთან აერთიანებს. რეჟისორის თქმით, ბერლინალეზე ფილმის ჩვენება შესანიშნავი შესაძლებლობაა არა მხოლოდ მისთვის, არამედ ზოგადად ავღანური კინოსთვის. მე ავღანეთი მიყვარს, მაგრამ არ შემიძლია თვალები დავხვიჭო პატრიარქატზე, სექსიზმსა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე და ავღანეთზე მხოლოდ დადებითად ვისაუბრო. ამით ჩემს ხალხს იმედებს ვუცრუებ, მაგრამ მეორეს მხრივ ევროპის ფულით ფილმებს ვიღებ, ავღანურ ისტორიებს ვქმნი. არსებობს დიდი მოლოდინი, რომ ვიყო პოლიტიკური კინორეჟისორი, ფემინისტი კინორეჟისორი და ომზე ფილმები გადავიღო. ფილმი ოპერატორი ქალის ნაურუს შესახებ მოგვითხრობს, რომელიც კარიერის, რომანტიული ურთიერთობებისა და შვილის კეთილდღეობის დაბალანსებას ცდილობს. რეჟისორი ამბობს, რომ ფილმში კოცნის სცენის გამო მთავარი როლის შემსრულებელმა მსახიობმა გადაღებების დაწყებამდე 3 კვირით ადრე დატოვა პროექტი. შესაბამისად, შაბრანუ სადატი იძულებული გახდა მთავარი როლი თავად შეესრულებინა. სახალისო ის იყო, რომ ყველას, ვისაც ნაუროს როლის შესრულება სურდა, არ უნდოდათ კოცნის სცენის გადაღება. მე პირიქით მინდოდა კოცნა, მაგრამ ფილმის დანარჩენი ნაწილის გადაღება არ მინდოდა. მათ კი, ვისაც ყველა სცენის შესრულების სურვილი ჰქონდათ, იყვნენ ევროპაში ან დასავლეთში მცხოვრები, მეორე ან მესამე თაობის ავღანელი ქალები. თუმცა, მათ როლის შესრულება არ შეეძლოთ. ისინი ამ როლს ვერ გაითავისებდნენ, რადგან არ ჰქონდათ ავღანელი ქალის ცხოვრებისეული გამოცდილებები. მათ არ იცოდნენ, როგორია ამ ქალის ცხოვრება, ამ ქალაქში, ამ სისტემაში ცხოვრება. ბერლინის 76 კინოფესტივალზე ცხოვრებისეული მიღწევისთვის სპეციალური ოქროს დათვი ცნობილ მსახიობს მიშელ იოოს გადაეცემა. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დიდი ჯილდოა, რადგან ის მხოლოდ ერთი ფილმისთვის არ გერგება. ის თითქმის მთელ ჩემს 40 წლიან კარიერას ეხება. თუმცა იმედი მაქვს, რომ ეს ერთადერთი მიღწევა არ იქნება. იმედი მაქვს წინ გრძელი გზამელის. ეს კარგი შეხსენებაა, რომ გავაგრძელო სწავლა, გავაგრძელო უკეთესობისკენ სწრაფვა და გავაგრძელო მეტი ფილმისა და სერიალის გადაღება. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წითელ ხალიჩაზე უფრო მეტი ადამიანი ვიხილოთ, ვინც ჩემნაირად გამოიყურება. კამერის წინ და მის უკან იმდენი წარმოუდგენლად კარგი აზიელი კინორეჟისორია და ისინი დაფასებას ბევრად უფრო იმსახურებენ, ვიდრე მე. ბერლინის კინოფესტივალის წითელი ხალიჩის გახსნის ცერემონიას პოლიტიკური აქტივიზმის გარეშე არ ჩაუვლია. ფესტივალის მონაწილეები წითელ ხალიჩაზე ირანის, უკრაინის და პალესტინის მხარდამჭერი ბანერებით გამოვიდნენ. ბერლინალეს ჟიურის პრეზიდენტი ვიმ ვენდერსონი ამბობს, რომ ფილმებს სამყაროს შეცვლა შეუძლიათ, თუმცა მათ მთავრობების გადაწყვეტილებებსა და პოლიტიკოსების ქმედებებზე გავლენა ვერ ექნებათ. ფილმებს შეუძლიათ სამყაროს შეცვლა, არა პოლიტიკური თვალსაზრისით. არც ერთ ფილმს პოლიტიკოსის ხედვა რეალურად არ შეუცვლია. თუმცა ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ადამიანების ხედვა, თუ როგორ უნდა იცხოვრონ. იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც სურთ საკუთარი ცხოვრებით ცხოვრება და მთავრობებს შორის, რომლებსაც სხვა იდეები აქვთ, დიდი შეუსაბამობაა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ფილმები ამ შეუსაბამობას აღწევენ. როდესაც ახალ ამბებს უყურებ, ვერაფერს გაიგებ, მაგრამ ბევრად უფრო მეც იგებ, როდესაც კინოდან გამოდიხარ. პერსონაჟის მდგომარეობაში შედიხარ, მის ტანჯვას ხედავ და დაინახავ, როგორ სურდა მას ცხოვრება. ფილმს კი თანაგრძნობისა და ემპათიის გამოხატვის მხრივ წარმოუდგენელი ძალა აქვს. ახალი ამბები არ არის ემპათიური, პოლიტიკა არ არის ემპათიური, მაგრამ ფილმები არის და სწორედ ეს არის ჩვენი მოვალეობა. წელს ბერლინალეზე ფესტივალის მთავარი პრიზისთვის, ოქროს დათვისთვის 22 ფილმი იბრძოლებს. მათ შორის 20 მხატვრული ფილმია, ერთი დოკუმენტური და ერთიც ანიმაციური. ბერლინის 76 საერთაშორისო კინოფესტივალი 22 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.